ყველას საფეხბურთო სალამი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ იბრუნდებით უცხელესი სიახლეებით. ხუჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველის დიდებული მიღწევა. გიორგი მამარდაშვილმა რეალ მადრიდი პირადად დაამარცხა და მთელი ინტერნეტი ააჭრელა. მსოფლიო ქართულ მეკარეზე ალაპარაკდა. ეს და სხვა უცხელესი სიახლეები დღევანდელ ვიდეოში. თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ეს ვიდეო. ჩვენი მიზანია 2000 მოწონება. ეს ეხმარება ალგორითმს ვიდეოს გავრცელებაში. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ვალენსიას უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც სამეფო კლუბის ფეხბურთელებს 8-ჯერ არ გაატანინა. მე-13 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ბურთან ვინისიუსი მივიდა, რომლის დარტყმაც ქართველმა კარის დარაჯმა მოიგერია. ზუსტად 2 წუთში დიახაბი მანგარიში გახსნა და ღამურები დააწინაურა. ამის შემდეგ სამეფო კლუბი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და გოლის გატანის კარგი შანსი კილიან მბაპეს ჰქონდა. ამ ეპიზოდშიც მხსნელად გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა, რომელმაც ეფექტური ნახტომით ფრანგი სუპერვარსკვლავის დარტყმა აიღო. მეორე ტაიმში მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა. 50-ე წუთზე ვინისიუსმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა აქ გიორგი უძლური იყო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ბლანკოსმა მთლიანად მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და ვალენსია მამარდაშვილის იმედად დარჩა, რომელმაც საოცარი ბურთები მოიგერია. გამორჩეული მომენტი იყო ფედე ვალვერდეს დარტყმა. ჯვაროსნების მეკარემ ფაქტობრივად მკვდარი ბურთი აიღო. მატჩის მიწურულს რუდიგერი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა და მისი დარტყმაც გააუნებელყო. სრულიად დამსახურებულად ქართველი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მატჩის დასრულების შემდეგ მერსესაიდულმა გამოცემა ლივერპულ.com ქართულ მეკარეზე დაწერა. გიორგი მამარდაშვილი მომავალ სეზონში სავარაუდოდ ალისონს მთავარ კონკურენციას გაუწევს. ქართველმა მეკარემ თავისი ხარისხი მადრიდის რეალის წინააღმდეგ გაჩვენა. ვინისიუს ჟუნიორს პენალტი აუხო. მიმდინარე სეზონში ვალენსია ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და ამაში ყველაზე დიდი წვლილი გიორგის შეაქვს. მამარდაშვილი პენალტის მოგერიებით ვალენსიას განსაცვიფრებელ გამარჯვებაში დაეხმარა. 24 წლის ქართველმა ჯამში 8 შესანიშნავი ბურთი მოიგერია, რითიც ხაზი გაუსვა მის სათამაშო ხარისხს. ასეთი თამაშის ფონზე გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის რეალის წინააღმდეგ. მე მგონია, რომ გიორგი არის ნამდვილი ლიდერი, რომელიც ზუსტად საჭირო დროს, საჭირო მომენტში ირთვება და თავის თავზე იღებს ყველაფერს. ეს უმეტესად ხდება ნაკრების თამაშებში, ვალენსიას შემთხვევაში კი უმნიშვნელოვანეს თამაშებში გრანდების წინააღმდეგ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ვინისიუს და მამარდაშვილს პატარა სანაძლეო ჰქონდათ. ამის შესახებ თავად ქართულმა მეკარემ განაცხადა. ვინისიუს პენალტის დარტყმამდე უთხარი სურდა თუ არა სანაძლეო. თუ ავიღებდი 50 ევრო უნდა მოეცა, თუ გამიტანდა მე უნდა მიმეცა. მას მატჩის შემდეგ უნდა გადაეხადა, მაგრამ ჯერ არ მოუწია. ესაც ასე ვინისიუსმა ქართველი ააყირავა მაყუძე. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. გიორგი მამარდაშვილმა პრესასთან სხვა თემებზეც ისაუბრა. ნიშნულოვანი გამარჯვება მოუგეთ ძალიან ძლიერ გუნდს სანტიაგო ბერნაბეუზე. 2008 წლის შემდეგ პირველად მოვიგეთ. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ახალგაზრდა, მაგრამ ძლიერი გუნდი ვართ. ეს ლა ლიგაა და ყველა მატჩი ხასიათის ჩვენებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიგებ. რთული დღეები გქონდა, მაგრამ ყველამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა აჩვენოს, როგორც ეს დღეს მოხდა. ბედნიერი ვარ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მადლობა გიორგი მამარდაშვილს, რომ ყოველთვის ასე მხნედ არის, ყოველთვის ამხნევებს თავის გუნდს, ეს იქნება კლუბი თუ ნაკრები. ის ნამდვილად უდიდესი და უძლიერესი ფეხბურთელია. ვამაყობ, რომ ქართველია და წარმატებები ვუსურვოთ გიორგის კომენტარებში. საფრანგეთის ლიგა 1-ის 22 ტურში PSG-მ შინ ანჟე 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინახდა. ლუის ენრიკემ ხუჩა კვარაცხელია სასტარტოში ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ კვარას საუკეთესო მატჩი არ ქონია, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 55 წუთზე მისი ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ დუე მანგარიში გახსნა. მატჩის მიწურულს ხუჩას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ PSG ოთხშაბათს 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე ასტონ ვილას დაუპირისპირდება, ლუის ენრიკემ ხუჩა კვარაცხელია შეუცვლელად ათამაშა და არ დაასვენა.
ხუჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს გუნდს ზამთარში შეუერთდა. ლიგა 1-ის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართულმა ვარსკვლავმა ტოპ 5 ლიგიდან უკვე 2 ჩემპიონატი მოიგო. 2022-23 წლების სეზონში ნაპოლისთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. ახლა კი პასაჟესთან ერთად საფრანგეთის. ხუჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგიდან 2 მოიგო. ასევე მოგეხსენებათ, თუ ნაპოლი წელს გაჩემპიონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ნახევარი სეზონი ხუჩამ ნაპოლიშიც ითამაშა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ერთ სეზონში 2 ჩემპიონატი მოიგოს და ჩაეთვალოს 2 თასი. მატჩის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და პრესასთან შემდეგ თემებზე ისაუბრა. "ვფიქრობ, ეს მთელი სეზონის შედეგია. სეზონს რამოდენიმე რთული მომენტიც ახლდა. ახლა კომაგებს დიდი სიხარული ვაჩუქეთ. იღბლიანები ვართ, რომ პარკ დე პრენზე ვთამაშობთ. გასული სეზონის შემდეგ პუბლიკამ კარგად გაიგო ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. გუნდურად მუშაობდით და ახლა ამის შედეგს ვიმკით. დიდებული შესაძლებლობაა ისეთი გუნდის ყოლა, რომელსაც ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლია. უმაღლესი დონის ფეხბურთელები მყავს, რომლებიც ფეხბურთს თავს უძღვნიან." მოგეხსენებათ, კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს და საკმაოდ რეალური შანსებიც აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ფრანგულ ჩემპიონატში უკვე მოიგეს, მათ შეუძლიათ, რომ ზედმეტი ძალები არ დახარჯონ და მთლიანი კონცენტრაცია გადაიტანონ ჩემპიონთა ლიგაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შანსები კიდევ უფრო გაიზრდება და შეიძლება ხუჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში ვიხილოთ. ლუის ენრიკემ ხუჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. "ჩვენ ნახეთ კვარაცხელია, რომელმაც დღეს დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა. ასევე ვხედავთ მთელ გუნდს, რომელიც გუნდურად დაცვასა თუ შეტევაში ერთიანობას ავლენს. ჩვენი სურვილია 11 ფეხბურთელით თავს ვიცავდეთ და შეტევაშიც 11 ფეხბურთელი მონაწილეობდეს." დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ხუჩა კვარაცხელიამ და ამ პასაჟამ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. ლიგა 1-ის 28-ვე ტურში ლიონმა ლილს უმასპინძლა და 2-1 იმარჯვა. პირველივე წუთზე სტუმრები ბაფო და დიაკატემ დააწინაურა. 38 წუთზე კი ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტი მოიპოვა და წონასწორობა აღადგინა. 70 წუთზე რაიან ჩერკიმ პაოლო ფონსეკას გუნდი წინ გაიყვანა. რაც შეეხება ლიონის ქართულ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს, მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 69 წუთზე გამოჩნდა. ქართულ ფორვარდს აშკარა საგოლე მომენტი არ ქონია. ერთ შემთხვევაში კი მისი პასის შემდეგ ლილის კარში მესამე გოლი ტიაგო ალმადას უნდა გაეტანა, თუმცა არგენტინელმა ახლო მანძილიდან ბურთი პირდაპირ სტუმართა მეკარის ხელებში გაუშვა. მიქაუტაძემ სოფასკორისგან 6.7-იანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა კი ასეთი გახლავთ. 13 შეხება ბურთთან, 9-დან 9 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 1 წარუმატებელი დრიბლინგი, 3 წაგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ 3ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები. 28 მატჩის შემდეგ ლიონი 48 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მიქაუტაძის გუნდი 13 აპრილს გასვლაზე ოსერის წინააღმდეგ გამართავს. დღევანდელი ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. ყველას წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი ფეხბურთელებიც უფრო ხშირად გაგვეხარებენ და მეტი საბაბი გვექნება, რომ ამაყები ვიყოთ. მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. ვეცდები, რომ მაქსიმალურად მალე დაგიბრუნდეთ.